შენს ცხოვრებაში უამრავი პრობლემა მხოლოდ იმიტომ ჩნდება, რომ არ ფიქრობ პოზიტიურად. პოზიტიურად ფიქრი ეს არის თემა, რომელიც ყველა ჩვენგანს ეხება და რომელიც რეალურად ცვლის ცხოვრებას. თუ ფიქრობ, რომ პოზიტიურად ფიქრი მხოლოდ ბედნიერებაზე ფიქრს ნიშნავს, დღეს ამას შევცვლით. ამ ვიდეოს შემდეგ ერთად გავიგებთ თუ როგორ შეგვიძლია ავითვისოთ პოზიტიური აზროვნება, როგორ გავხდეთ უფრო ძლიერი და გავაუმჯობესოთ ჩვენი ყოველდღიურობა. სოციალურ ქსელში უამრავი ვიდეო მხვდება, სადაც საუბრობენ პოზიტიურ აზროვნებაზე. ეს საუბრები ძალიან უხეშია და ამის ფონზე ძალიან ბევრ ადამიანს უჩნდება პოზიტიურ აზროვნებაზე არასწორი შეხედულება. ასე რომ, მოდი პირველ რიგში გავცეთ კითხვას პასუხი, თუ რა არის პოზიტიური აზროვნება. პოზიტიურად ფიქრი არ არის მხოლოდ ყველაფერი კარგად იქნებას თქმა. ეს არის უნარი, რომ რეალობას უყუროთ ჯანსაღად და შემოქმედებითი თვალსაზრისით. და ეს არანაირად არ ნიშნავს პრობლემის იგნორირებას. პირიქით, ეს არის იმის აღიარება, რომ გამოწვევები არსებობს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ამის გადალახვა. მაგალითად, როდესაც რთულ სიტუაციაში ვართ, ნეგატიური აზრი შეიძლება იყოს მე ამას ვერ შევძლებ. პოზიტიური აზრი კი გულისხმობს. ეს რთულია, მაგრამ მე ხომ შემიძლია განვითარდე. შემიძლია დავხვეწო ჩემი უნარები და ეს პრობლემა გადავლახო. აი ამ განსხვავებაში იმალება ძალა. მინდა მოვიყვანო ერთი მაგალითი თუ როგორ შეგიძლია იფიქრო პოზიტიურად. ვთქვათ, შენი შეყვარებული ისე არ მოგექცა, როგორც იმსახურებდი. გიღალატა, ან გითხრა რაღაც ისეთი, რასაც არ იმსახურებდი და დაშორდი. და როცა შეყვარებული ისე არ გექცევა, როგორც იმსახურებდი, იქნება ეს ღალატი, მტკივნეული სიტყვები თუ უბრალოდ ურთიერთობის დასრულება, ნეგატიურ ფიქრებმა შეიძლება შეიპყრონ შენი გონება და შენ შეიძლება გონებაში ფიქრობდე. მე არ ვარ საკმარისი. მე ვერასდროს ვიპოვი ნამდვილ სიყვარულს. ან შეიძლება იფიქრო, რომ ეს ყველაფერი ჩემი ბრალია. მაგრამ პოზიტიურად ფიქრის ძალა აქ მნიშვნელოვანია. პოზიტიურად მიდგომა ამბობს, დიახ, ეს მტკივნეულია. მაგრამ ეს გამოცდილება მე ძლიერს გამხდის. ეს გამოცდილება მე მასწავლის და განმავითარებს. შემდეგ ურთიერთობაში კი მივიღებ იმას, რასაც ნამდვილად ვიმსახურებ. როცა ასერთი თული მომენტები დგება, ეს უნდა აღიარო როგორც გაკვეთილი. შესაძლოა ამით უფრო ნათლად დაინახო შენი ფასეულობები. ასევე საკუთარი თავის სიყვარული და ის, რაც ცხოვრებაში ნამდვილად გჭირდება. ამ სიტუაციიდან გამოსავალი არ ნიშნავს მარტოობას ან გაბოროტებას. პირიქით, ეს არის შანსი. გახდე უკეთესი ვერსია საკუთარი თავის. გახდე უფრო ძლიერი და თავდაჯერებული ადამიანი. მაგალითად, დაშორების შემდეგ შეგიძლია თქვა, ეს მომენტი რთულია, მაგრამ მე მივიღებ ამას როგორც შესაძლებლობას. გავზარდო საკუთარი თავი და გავხდე უფრო გაწონასწორებული ადამიანი. მე ვიპოვი ისეთ ადამიანს, რომელიც ჩემთან ნამდვილ სიყვარულს და პატივისცემას მოიტანს. ასეთ ფიქრს თუ დაიწყებ, ეს ფიქრები არა მარტო სულიერად გაგაძლიერებს, არამედ ახალი გზების დანახვაშიც დაგეხმარება. ცხოვრების ყველა გამოწვევა დროებითია და მნიშვნელოვანია გჯეროდეს, რომ წინ რაღაც უკეთესი გველის. გარდა ამისა, სიღრმისეულად რომ დაფიქრდე, ეს ის ადამიანი იყო, ვინც მოგაყენა ტკივილი, ვინც მოგატყუა, ვინც გითხრა ან გააკეთა ისეთი რაღაც, რასაც არ იმსახურებდი. და რო დაფიქრდე, შეიძლება თქვა, რომ მოიცა, აი ეს ადამიანი, რომელიც იყო მოღალატე, აღარ არის ჩემს გვერდით. და მე მინდა, რომ მოღალატე ადამიანი იყოს ჩემს გვერდით. მინდა ჩემს გვერდით ისეთი ადამიანი, ვინც მტყენს. და ამ დროს შეიძლება გაცნობიერო, რომ არა, ეს არ მინდა. და ვაფშე ძალიან მაგარია, რომ დაშორდით. ასეთი ადამიანის გამო არ უნდა დარდობდე. ახლა მარტო ვარ და შემიძლია ვიპოვო უკეთესი ადამიანი. ხედავ? აუცილებელია, რომ სწორად შეაფასო სიტუაცია და მივუდგე ამას პოზიტიურად. და რატომ არის პოზიტიური ფიქრი მნიშვნელოვანი? მინდა გახსოვდეთ, რომ ჩვენ ის ვართ, რასაც ვფიქრობთ. თუ ნეგატიურ ფიქრებში ვხარჯავთ ძალას, ისინი გავლენას ახდენენ ჩვენს ენერგიაზე, ჩვენს გადაწყვეტილებებზე და საბოლოოდ ჩვენს ცხოვრებაზე. მაგრამ პოზიტიურად ფიქრი ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც ზრდის ჩვენს мотивაციას, გვაძლევს ძალას და გვინარჩუნებს თავდაჯერებას. იცოდით თუ არა, რომ მეცნიერებმა დაამტკიცეს პოზიტიური აზროვნების სარგებელი? მაგალითად, ადამიანი, რომელიც პოზიტიურად ფიქრობს, უკეთესად უმკლავდება სტრესს. ჯანმრთელებიც არიან და უფრო ბედნიერებიც.
ასე რომ ფიქრობ უკვე ხვდები, რამდენად დიდ სარგებლეს მოგცემს პოზიტიური აზროვნება შენს ცხოვრებაში. მაშინ უნდა დაიწყო ცვლილებები და შეიძლება გაგიჩნდეს შეკითხვა. კი, მაგრამ როგორ დავიწყო პოზიტიურად ფიქრი? პირველი, შეამჩნიე ნეგატიური აზრები. ეს ყოველთვის ასე მემართება, მე ყოველთვის ასე გამოვდივარ, ყოველთვის მე რატომ მემართება? ცუდად გამომივიდა, ეს არ უნდა მეთქვა, ის არ უნდა მეთქვა, ეს არ უნდა გამეკეთებინა და ასე შემდეგ. ყველანაირი უაზრობა მინდა რომ შეამჩნიო, როდესაც შემოდის შენს გონებაში. დააკვირდი რა აზრები დომინირებს შენს გონებაში. დაიწყე თვითდაკვირვება. მნიშვნელოვანია რომ დააკვირდე შენს ფიქრებს, თუ რა დროს ფიქრობ არაჯანსაღად. მეორე, ჩანაცვლე ნეგატივი პოზიტივით. თვითდაკვირვების შედეგად, როდესაც იგრძნობ რომ ნეგატიური ფიქრი მოდის, გააჩერე იგი და თქვი, მოიცადე, ეს არის არაჯანსაღი ფიქრი. ეს ფიქრი მე არ მეხმარება. მოდი ამ ფიქრს ჩავანაცვლებ პოზიტიური აზროვნებით. და თუ ეს ფიქრი იყო მაგალითად მე არ მაქვს საკმარისი ცოდნა, როგორ უნდა ჩავანაცვლოთ ის? შეიძლება იყოს მე ვისწავლე და გავხდები უკეთესი. მე შემიძლია მივიღო საკმარისი ცოდნა რომ ეს გადავრახო. და უამრავი მსგავსი ფიქრით შეგიძლია ჩაანაცვლო ნეგატიური ფიქრები. მესამე, იყავი მადლიერი. მადლიერება ვფიქრობ არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზა პოზიტიური აზროვნების განვითარებისთვის. ყოველ საღამოს დაფიქრდით, რისთვის ხართ მადლიერები. შეიძლება ეს იყოს, რომ მზიანი ამიდია, რომ ცოცხალი ხარ, ან რომ მიიღე ახალი გამოცდილება დღეს, ან რომ გაიცანი ახალი ადამიანები. და ასე შემდეგ. მადლიერება არის ძალიან ძვირფასი რამ, რაც საჭიროა ცხოვრებაში. არის ხოლმე მომენტები, როდესაც მე ყველაფერში ვგრძნობ და გამოვხატავ მადლიერებას. ზოგჯერ დავფიქრდები თუ რამდენი რამე მივიღე პერსონალური განვითარებით და შინაგანად ვივსები. გრძნობ ძალიან დიდ ბედნიერებას. ბედნიერი ვარ, რომ ეხლა ვიდეოს წერ, რომელსაც ხალხს გავუზიარებ. ბედნიერი ვარ, როდესაც დარბაზიდან დაღლილი გამოვდივარ, რადგან ვიცი, რომ ჩემს სხეულს კარგი გავუკეთე. მადლიერი ვარ, რომ იმის უნარი მაქვს, რომ ვივარდიშო. მადლიერი ვარ, რომ ეს შესაძლებლობა მომეცა. და ასე შემდეგ. მადლიერებით შეგიძლია გააძლიერო შენი პოზიტიური აზროვნება. ნუ არ ვიცი შენ როგორ ხარ, მაგრამ თუ აქამდე არ გიფიქრია პოზიტიურად აზროვნებაზე და არ ფიქრობდი პოზიტიურად, შენი გონება მიჩვეულია ნეგატიურ ფიქრს და შენ გჭირდება შენი გონების გადაწყობა. და ამისთვის მინდა გაგიზიარო რამდენიმე მოქმედება, რაც მინდა რომ გააკეთო. დილით როცა იღვიძებ, თქვი სამი დადებითი ფრაზა. მაგალითად, დღეს მექნება ძალიან კარგი დღე. მე ვარ მადლიერი, რომ ცოცხალი ვარ. დღეს ყველაფერი კარგად იქნება. და ასე შემდეგ. მთავარია დაიწყო შენს ყოველდღიურობაში პოზიტიურად ფიქრის შემოტანა. მეორე, აირჩი ჯანსაღი გარემოცვა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. გარშემო ადამიანები დიდ გავლენას ახდენს ჩვენზე. იცადეთ იყოთ ისეთ ადამიანებთან, რომლებიც გაძლიერებენ, მოტივაციას გაძლევენ და პოზიტიურები არიან. თუ ხარ ისეთ ადამიანებთან ერთად, რომლებიც სულს უწონებენ და თავიანთ ცუდ ცხოვრებას, საკუთარი თავის გარდა ყველაფერს აბრალებენ, ესეთი ადამიანები რასაც მოგიტანენ მხოლოდ ნეგატიური აზროვნებაა. მესამე, იყავ ფიზიკურად აქტიური. ფიზიკური ვარჯიში აუმჯობესებს განწყობას და ამცირებს სტრესს. როდესაც თავს გრძნობ ფიზიკურად კარგად, ეს რა თქმა უნდა გონებაზე აუცილებლად აისახება. შემდეგი არის კითხვა და დადებითი არხების მოსმენა. ძალიან კარგი წიგნებია, რომელიც გვაძლევს მოტივაციას და ძალას. წაიკითხე პერსონალური განვითარების წიგნები და მოусმინე მსგავს არხებს. ეს ნამდვილად შეცვლის თქვენს გონებას პოზიტიურობისკენ. გახსოვდეთ, რომ ამას სჭირდება ვარჯიში. პოზიტიურ აზროვნებას სჭირდება გადაწყობა. ეს არ ხდება ისე, რომ ხვალ გაიღვიძებ და შენს ცხოვრებაში ყველაფერზე პოზიტიურად იფიქრებ. მაგრამ თუ გამოიყენებ იმ ხერხებს, რაც ვახსენე, შენი გონება დაიწყებს ცვლილებას. დღესდღეობით უკვე ისე მაქვს გამჯდარი პოზიტიური აზროვნება, რომ როგორც კი ვფიქრობ ნეგატიურად, ჩემი გონება ეგრევე აფიქსირებს. ალბათ ძალიან იშვიათია, როდესაც გამპარება ნეგატიური ფიქრები, რადგან ჩემი გონება უკვე ფიქრებთან მუშაობს სკანერივით და ეს ძალიან მაგარია. რაც შეგეხება შენ, გახსოვდეს, რომ რთული და ემოციური მდგომარეობა, როდესაც გექნება ცხოვრებაში, მაშინ ყველაზე ნაკლებად მოგინდება, რომ იფიქრო პოზიტიურად. ასე რომ მინდა გადავიდეთ შემდეგ საკითხზე, რა გავაკეთოთ, როდესაც რთული სიტუაცია გვაქვს. პირველი, დაინახე შესაძლებლობა. სირთულეები ყოველთვის დროებითია. როდესაც რთულ მდგომარეობაში ხართ, დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვა, რას ვსწავლობ ამ გამოცდილებიდან. მეორე, გაიხსენეთ თქვენი მიზნები. ხშირად ნეგატიური ფიქრები მოდის მაშინ, როდესაც ვკარგავთ ხედვას, ჩვენი მიზნისკენ ხედვას. იფიქრე იმაზე, რატომ აკეთებ იმას, რასაც აკეთებ. და როდესაც ამაზე პასუხებს მიიღებ,
შენი мотиваცია და პოზიტიურად ფიქრები აუცილებლად გაძლიერდება. და მესამე, იმოქმედე მაშინვე. როდესაც რთულ მდგომარეობაში იქნები, დაფიქრდი იმაზე, შენ რა შეგიძლია გააკეთო. შეადგინე გეგმა და იმოქმედე. თუნდაც პატარა ნაბიჯებით. მოქმედება ამცირებს შიშს და ეჭვს. და ასევე მინდა გაგიზიაროთ პოზიტიურად ფიქრის სავარჯიშოები. პირველი არის ვიზუალიზაცია. დახუჭე თვალები და წარმოიდგინე, რომ უკვე მიაღწიე შენს მიზანს. რას გრძნობ? ან რა პრობლემაც არ უნდა გქონდეს, დახუჭე თვალები და წარმოიდგინე, როგორ გამოიყურება ეგ პრობლემა 5 წლის შემდეგ. რა გასწავლა მაგ გადმოსახედიდან და როგორ გაიზარდე. წარმოიდგინე, რომ შენი პრობლემა ახლა უკვე შენი გამოცდილებაა. მეორე, საკუთარი თავის შექება. ყოველთვის შეაქეთ საკუთარი თავი. თქვი, რომ მე ვაკეთებ იმას, რაც შემთხვევით საუკეთესოა. მე ძლიერი ვარ. მე ამას შევძლებ. და მსგავსი ფრაზები გაუმეორეთ საკუთარ თავს. მესამე, ყურადღება არ გადაიტანო ცუდ მოვლენებზე, არამედ გადაიტანე კარგ მოვლენებზე. ყოველ საღამოს დაფიქრდი, რა იყო კარგი ამ დღეს. პატარა, მაგრამ სასიამოვნო დეტალები დიდ განწყობას შეგიქმნით. და ამას დადებითი გავლენა ექნება თქვენზე. ხალხის უმეტესობა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი მომენტი ჰქონდათ, მაინც კონცენტრაციას აკეთებენ ცუდზე. ეს არ გააკეთო. და ეხლა მინდა გადავიდეთ მნიშვნელოვან დასკვნით ეტაპზე. პოზიტიურად ფიქრი, ეს არ არის მხოლოდ კარგზე ფიქრი. ეს არის თქვენი ცხოვრების მართვის ხელოვნება. როცა შეცვლით ფიქრებს უკეთესობისკენ, თქვენც შეიცვლებით. დაიწყე ეს პრაქტიკა დღესვე და იხილავ როგორ შეიცვლება შენი ცხოვრება. გახსოვდეთ, რომ რაც არ უნდა ხდებოდეს თქვენ ცხოვრებაში, ამაში ყოველთვის შეგიძლიათ იპოვოთ პოზიტივი. ვაკურდები ჩემს ცხოვრებას და ფიქრობ, რომ ყველაფერი რაც მოხდა, ყველა ცუდი მდგომარეობა რაც კი გადამიტანია, ეს ხდებოდა იმიტომ, რომ ჩემი ცხოვრება შემეცვალა უკეთესობისკენ. ხდებოდა იმიტომ, რომ გამხდარიყავი უფრო ცნობიერი ადამიანი. ის რაც მომწონდა ბავშვობიდანვე ჩემს თავში, ეს იყო, რომ ტკივილი მაძლევდა ენერგიას. ყოველთვის შემეძლო, რომ დავკვირვებოდი სამყაროს და მიმეღო აქედან მნიშვნელოვანი გაკვეთილები. ჩემი ტკივილიდან. საბოლოოდ კი ეს მაძლიერებდა. ყოველთვის გახსოვდეს, რომ შენ შეგიძლია იფიქრო პოზიტიურად და შექმნა შენი ცხოვრება ისეთი, როგორიც გინდა. მაძლიერი ვარ თუ ამ ვიდეოს ბოლომდე უყურე. თუ ეს ვიდეო დაგეხმარა, არ დაგავიწყდეს, რომ გამოიწერო არხი და გამიზიარე კომენტარებში შენი აზრი. მადლობა, რომ იყავით ჩემთან. შევხვდებით მომავალ ვიდეოში.